მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ჩემო მეგობრებო, დღეს არის ჩემი შიმშილობის მე-6 დღე და უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩემი ძველი თანამებრძოლი, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული გამოკვეთილი მებრძოლი კაცი და ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს თავისუფლების ბრძოლაში, ბატონი ხაბაზი, თავის თანამორკირანებთან ერთად ამოვიდა სოლიდარობას მიცხადებს ჩვენ მუშაობთ მიმართულებით, რომ საერთოდ საქართველოში ვინც არის მართლა თავისუფლების მოყარე, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი, ძველი ეროვნული მოძრაობიდან, ნაციონალური მოძრაობიდან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან თუ თავისუფალი პირობებიდან, ყველა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ გენერალური შეტევა დავიწყოთ რუსეთის იმპერიაზე, ადგილობრივ მოღალატე პრორუსულ ძალებზე და ერთი სიტყვით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის უაღმატებულიესმა იდეამ და ბრძოლებითა და სისხლით მოტანილმა და მოყვებულმა დამოუკიდებლობმა თავისუფლებამ საშვილთაშვილოდ გაიმარჯვოს რუსეთზე და ყველა საქართველოს თავისუფლების გამყიდველზე. მე გამოთქვამ ძალიან დიდ იმედს და ალბათ ბატონი კობაც ერთ-ერთ სიტყვას ამასთან დაკავშირებით მოგახსენებ და 26 მაისისათვის გვინდა რომ ჩავატაროთ ატლანტიკური ზეპარტიული მოძრაობა, სადაც ყველა თავისუფლების მოყვარე ერთად ვიქნებით. გვინდა რომ საქართველოში ეს განხეთქილება, დაპირისპირება დამთავრდეს, რა თქმა უნდა ჩვენ ერთიანობას მოღალატეებთან არ გვგონისმენთ. ჩვენთან დღეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა უდიდესი წარსული, ადამიანი, რომელმაც ქართულ ციხეში ჯერ კიდევ მაშინ შემოიტანა ნატოს იდეა, როდესაც საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი ბევრი ძალიან ესე ვთქვათ ცნობილი და ესეთ მოაზროვნე ადამიანად ცნობილი ადამიანისთვის ღიმილს იწვევდა ეს, მაგრამ დღეს საქართველოს ძირითადი სტრატეგია გახდა სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანება და საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთიან თანაცხოვრებაში ნატოსთან და ევროპულ სტრუქტურებთან. ასე რომ ყველა იმ ადამიანის კონსოლიდირება იმ ბნელი ძალის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის კონსოლიდო, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, არის აუცილებელი. სხვა გამოსავალი არავის არ გვაქვს უბრალოდ რა. გვინდა საქართველოს მომავალი, გვინდა საქართველოს ნატოში, დავდგეთ უნდა ერთად, ერთმანეთს უნდა გავუწოროთ ხელი და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთო მტრიის რუსეთის, პუტინის რუსეთისა და მისი ადგილობრივი დამხაშების წინააღმდეგ. ირაკლიმ უპრეცედენტო შიმშილობა წამოიწყო, ირაკლის აქვს პოლიტიკური მოთხოვნები, ამის შესახებ უხოტავ გაიგებს ადამიანები და ბოლოს ღიმილით ვიტყვი, რომ ირაკლი თავის სტიქიაშია და ირაკლის ძალიან ბევრი შეუძლია. და საბოლოოდ რამე გაუგებრობა არ იყოს ჩემი შიმშილობის მოთხოვნა იმ სხვა მოთხოვნებთან ერთად აუცილებლად ყოველთვის იქნება, იმიტომ ვიღაცები ეკავენ ავიცი ნახზომი ხალხი და აი ყველა მოთხოვნაში გიშეთავს იმ ორის გარდა და ეს ორი მოთხოვნა პოლიტპატიმრობის განთავისუფლება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა სამარცხვინო დევნის ასე ვთქვათ დაუყოვნებლივ აგზავნა და მოხსნა ყოველთვის იქნება ჩემი შიმშილობის მოთხოვნაც და შიმშილობის შემდეგაც ეს მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ საქართველოში არავითარი მორალური უფლება არ აქვს რუსეთს დღეს ხელისუფლება კი არ დევნის სააკაშვილის დევნის პუტინი და მისი ადგილობრივი მარიონეტი არაფორმალური მმართველი საქართველოსი ბიძინა ბორის ივანიშვილი ივანოვი.